ჩვენ გვინდა რომ უბრალოდ ბავშვებმა მეტი დამოუკიდებლობა ისწავლონ, დამოუკიდებლობა კი არა, ზოგადად აი ადამიანი ხომ უნდა მოემზადოს დამოუკიდებლობისთვის. ზოგადად ბავშვი არის არაცივილური არსება. მის აღზრდა ნიშნავს მის ცივილურ ადამიანად ჩამოყალიბებას. მაგრამ რაღაცა ღირებულებების ფარგლებში, ხო? და აი ეს ღირებულებების ფარგლებში მაგალითად ადამიანმა უნდა გამოიკვლიოს მთელი ასე ვთქვათ ბავშვობის განმავლობაში თვითონ ვინ არის, რეები შეუძლია, რომ თვითონ არის იდეაში შემოქმედი ამ სამყაროსი რაღაც გაგებით, ამის დაიჯეროს, რომ შეუძლია სამყაროს ცვლილება და ამავე დროს შეძლოს კრიტიკული ანალიზი, აი რას გააკეთებს. მაგალითად ზოგს რა მოწონს ერთი შეხედვით, მაგრამ ხო უნდა რეალურად აი მართლა სიღრმეში ჩაიხედოს, მათ შორის კონტექსტს ხო გააჩნია. აი მაგალითად ჩვენ თუ კარგად ვასწავლით რას ნიშნავს ბანკი, რა საქმიანობაა დღეს ბანკიერების საქმიანობა, რომ ეს არის ლეგალური თაღლითობა. ანუ ბავშვმა ხო ეს უნდა იცოდეს და ეს არჩევანი ხო შეგნებულად უნდა გააკეთოს. ანუ უნდა ლეგალურ თაღლითობაში მონაწილეობა, შეიძლება კარგი ფინანსური, ასე ვთქვათ, ანაზღაურების სანაცვლოდ თუ არ უნდა, მაგრამ ხომ უნდა იცოდეს ეს რა არის. რეალურად მან უნდა ჩამოიყალიბოს თავისი მორალური პოზიციები და იცოდეს რომ მაგალითად რაღაცა პროფესიას რო აირჩევს, ამ პროფესიაში ზოგადად რა ხდება? ბანკირი ზოგადად ცუდი საქმიანობა კი არ არის. ბანკირი დღეს არის ცუდი საქმიანობა, როცა ბიუროკრატი ხარ ფაქტიურად, მაღალანაზღაურებადი ბიუროკრატი ხარ, რომელიც ეხმარება მთავრობას ფულის გაყალბებაში. მაგალითად ჩვენ თუ ვიმსჯელებთ და ჩვენი მოსწავლეები, ახსაზრდელები, მომავალი დარწმუნებულები იქნებიან, რომ ვიღაცის იძულებით ჯარში წასვლა უბრალოდ მონობას ნიშნავს, ხო თავიდანვე უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ ასეთ მონობას არ დაემორჩილონ. არ უნდა დაემორჩილონ და ეს უნდა იყოს აი მაგალითად ამ კონკრეტულ 300 ბავშვში შეთანხმებული იდეა, რომ არ შეიძლება ამ მონობის დამორჩილება. ხო და რა გამოდის, რომ ეს არის იდეაში პირველი პოლიტიკური სკოლა. ანუ პირველი სკოლა, სადაც იდეას და სწორს და არასწორს აზრი გააჩნია. იმიტომ რომ დანარჩენ არც ერთ სკოლაში დამტკიცებულად ამას აზრი არ გააჩნია. მონოპოლისტები უნდა ვიყოთ ამ თვალსაზრისით. ანუ პირველი სკოლა, რომელშიც მნიშვნელოვანია იდეა. მაგალითად, ხო არსებობს ბევრი ბიზნესი, სადაც შენ იცი რა, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გარეშე შენ საქმეს ვერ გააკეთე. ესე იგი, თუ ჩვენი მოსწავლე იქნება რეალურ სამყაროში გარკვეული, მაშინ მინიმუმ ისეთი რამე უნდა აირჩიოს, თუ ეს არ უნდა და თუ ეს მისთვის მორალურად მიუღებელია, სადაც მაგალითად მთავრობის ხელის ფათური ნაკლებია და რაღაცა აუცილებელი წარმატებისთვის არ არის, რომ ვიღაცას გაურიგდე. ან მათ შორის საჯარო აქტივობით შენი სამოქალაქო პოზიციით ამ რაღაცას, რომელიც შენ არ მოგწონს, მინიმუმ შეეწინააღმდეგო. ანუ ზოგადად უნდა მიაჩიო პასუხისმგებლობას ბავშვები. ეს პასუხისმგებლობა ბევრ რამეს შეიძლება გამოიხატებოდეს. მათ შორის სიტყვის მნიშვნელობას უნდა მიაჩიო, სიმართლეს უნდა მიაჩიო. აი ეს უნდა იყოს მთავარი სამართავი ინსტრუმენტი სკოლაში. სიმართლე, ლაპარაკი, რაღაცა პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე. წარმოიდგინეთ ბავშვს რომ იმას აჩვეო, რომ სულ დამოუკიდებელია რა, ანუ თვითონ აორგანიზებს თავის სასწავლო პროცესს, თავის რაღაცებს, თვითონ იღებს პასუხისმგებლობას. ანუ ეს განცდა სწრაფად ცვლის ადამიანს. არა თუ ადამიანს, ნუ ბავშვზე განსაკუთრებულად მოქმედებს. აი მაგალითად ჩვენ სკოლაში პირველი რაც ალბათ უნდა გავაკეთოთ, ამ ბავშვებს აი დესკულინგი ქვია რა, მაგ ნაწილს, როდესაც ბავშვმა უნდა დაიჯეროს რომ ამ სკოლაში თუ აი ამ სივრცეში სხვა წესრიგი მოქმედებს. ანუ ის აღარ არის ძალადობის მსხვერპლი და მას აღარ ევალება რომ დაემორჩილოს და შესაბამისად თვითონ უნდა აბიჯზე, რასაც ის გადადგავს, თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. როგორც კი ამას გაიაზრებს, სხვანაირად იწყებს მოქმედებას. შედეგების თვალსაზრისით, რავი, სწავლობენ ბევრად მეტს, ანუ რაოდენობრივად მეტს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სკოლაში. იმიტომ რომ რავი, ბავშვებისთვის თუ სწავლა გასართობი ხდება, ხო წარმოგიდგენთ ბავშვებს როგორ უყვართ გართობა. ხო და თუ მეტწილად გართობაა, ესე იგი ბევრს სწავლობენ. სამართალს ასწავლით სკოლაში? სამართალს გააჩნია რას ეძახით თქვენ? ანუ სამართალს თუ ეძახით, იმას რა ქვია, კანონებში რა წერია, რა თქმა უნდა არ ვასწავლით მაგას, მაგრამ რა არის სამართლიანი და რა უსამართლო, ძირითადად სკოლაში ამებზე, ანუ აი თუ რამე ჰუმანიტარული, ახლა იმას თუ
ფიქრობთ, რა კრიტიკული აზროვნება და რაღაცა კრიტიკული აზროვნება რის შესახებ? იმის შესახებ, რა არის სწორი და არასწორი. ანუ სკოლის თავარი დანიშნულება ყველაფერს, რა ვიცი, მალე ხელოვნური ინტელექტი ბევრად უკეთესად ასწავლის ბავშვსაც, ადამიანსაც და ყველასაც, ვიდრე ადამიანს შეუძლია, რომ არ ვიცი, ასწავლოს გეოგრაფია. ჩემი აზრით, არ არსებობს. შეიძლება ადამიანმა შეძლოს ბავშვის დაინტერესება, რაღაცა ისეთი რაღაცის გაკეთება, რომლითაც ინტერესს აღძრავს, მაგრამ რასაც სწავლება ქვია, ამას ტექნოლოგიური საშუალებები მალე ადამიანებზე უკეთესად მოახერხებენ. მაგრამ რასაც ვერ მოახერხებენ ადამიანებზე უკეთესად, ვერ მოახერხებენ ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მორალურ მსჯელობას კონკრეტულ კონტექსტში, აი რაშიც ჩვენ ვიქნებით, რაშიც ჩვენ ვიცხოვრებთ, რაშიც ჩვენ გავიზრდებით და აი აქ თავარი ამბავი იქნება სამართლიანობა უსამართლობის შესახებ მსჯელობა, რომ ადამიანი როგორ უნდა ინდივიდი, როგორ უნდა ჯერ სწორად დაინტეგრირდეს საზოგადოებაში, ანუ საზოგადოებასთან ერთად როგორ უნდა იცხოვროს და ითანამშრომლოს მაქსიმალურად ჰარმონიულად. და ეს მაქსიმალური ჰარმონიულობა მაქსიმალურ სამართლიანობასაც ნიშნავს ჩემი წარმოდგენით. იმიტომ რომ უსამართლო საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრება არის შეუძლებელი. და უსამართლობა რაღაცა გაგებით საბოლოო ჯამში მაინც ძალადობასთან მიდის, ანუ იზულებასთან მიდის ადამიანის და ასე შემდეგ. რელიგიას ასწავლის რობოტი ადამიანური თვისების შეძენისთვის არ თვლით საჭიროდ? ну თეორიულად რაღაც პასუხების გაცემა ალბათ რობოტთან, ხელოვნური ინტელექტთან ამას გულისხმობთ ალბათ იქაც შეიძლება რომ მე მაგალითად რა ვსჯელობ ხოლმე სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მორალურ საკითხებზეც ხანდახან ვსჯელობ ხოლმე ხელოვნური ინტელექტებთან. თქო უნდა ადამიანის კომპონენტი აი ეს ჰუმანიტარულ ნაწილში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩემი აზრით, ვიდრე ტექნიკურ ნაწილებში. რელიგიას ვერ ასწავლის, რელიგია უნდა ასწავლოს ჩემი აზრით პატიოსანმა ადამიანმა. რისი დეფიციტი ამ ქვეყანაში არის სამწუხაროდ. წინა კვირაში მქონდა გასაუბრებები მასწავლებლებთან და ეს მასწავლებლების მსურველები რო შევადარო სკოლაში, ჩვეულებრივ სკოლაში 60,000 ადამიანს რო აქვს სერტიფიკატი იმ ადამიანებს რო შევადარო, აი როგორ გითხრათ, წარმოუდგენელი სხვაობაა. ისეთი საღი აზრის ადეკვატური ადამიანები მოდიან მეტწილად. ის შენობა, რომელსაც კონტრაქტს დღეს ან ხვალე გავაფორმებთ, შეიძლება მაქსიმუმ დაიტიოს 300-350 ბავშვი. სადღაც 250 ბავშვამდე არის რეგისტრირებული. მე მგონია, რომ ბავშვების შერჩევა კი არა, მშობლების შერჩევა იქნება სწორი და ადეკვატური, რომ ვინც ყველაზე უფრო რაღაცნაირად მე ჯერ ფორმა არ მომიფიქრებია, მაგრამ ვინც ყველაზე უფრო ადეკვატურად გაიაზრებს, რას ვთავაზობთ, პირველ რიგში ასეთი მშობლები გვჭირდება, რომლებიც აი ზუსტადად იგივენაირად იქნებიან დაინტერესებული საკუთარი შვილების აღზრდით.